აი ეს წესიერი და პატიოსანი კაცი მართლა 7 წლით გაამწესეს საპატიმრო დაწესებულებაში. მოსამართლემ პროკურორს გახედა და ემკაც ვიჭერდო თქვენო. ხო და მე რატოღაც ახლა აქ რო უსმენო, ეს ხო თქვენი მოწმეები არიან სამინისტროდან და იქიდან, კი ბატონო. ესე მგონია რომ ეს კაცი რატოღაც ღირსების ორდერზე უნდა წარუადგინეთო. ისეთ რაღაცებს ყვებაო ყველა და რას ერჩიტო. შოთას სურვილი და მიზანი იყო რომ ჩვენ ქონოდა ქართული წარმოება, ქართული ზურები, ქართული ხობლის ნათესები, საიდანაც მოწეულ მოსავალს, ქართულ წისქვილ კომბინატში დავყავდნენ და გაყიდდნენ ქართულ ბაზარზე. გამოჩნდა ფულიშონის, მე ისე ვფიქრობ, ფულიშონის ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა რაღაცა ორი კაბიკი ეხეირათ და გააკეთეს კიდე. გააკეთეს, რაც გააკეთეს. ეს ის ფქვილი ხო არ არის ხალხი რო ჩიოდა საქონელის არჭამს რომ. კი. თქვათ 1 ტონა ფქვილი მომაკმეთკი რო ვამბობ და მომაკ 1 ტონა ნაგავი და მე ამას ვადებ 45 ლარს და იძულებულს ვხდი მეწარმეს რომ 45 ლარი გამისწორე ნაგავში რომელიც არავის მუქთათაც არ უნდა წაღება, ესე იგი ორმაგი სარგებელი ნახა ამ შეპესე სახელმწიფო უზრუნველყოფამ. უბრალოდ მოკიდეს ხელი და დამიჭირეს. უბრალოდ მარტო მე დამიჭირეს და ჩემი თაშინებდნენ რომ აი სამაგალითოდ დავსაჯეთო. ხო, რომ მიგისვათ ვერზე რა, ეხლა რომ ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ. ეს ქონება ვის გაგიყიდეს ციხეში როცა იჭიხით მაშინ? კი. მანქანაც მე მგონი ხო მანქანა. აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გამოხდით სარიელ ტარიელი. კი ბატონო, არც სახლი, არც კარი და ვალებით. ძალიან ბევრჯერ იყო ისეთი ჩარტმული პროკურორისგან სიტყვები რა, რომ აი ვიღაცისთვის უნდა დამედო ხელი. ერთადერთი დაცვა რაც შეგვეძლო მაშინ ადვოკატებს ის იყო რომ ყოველდღე რომ იცოდნენ რომ ყოველდღე ამასთან ადვოკატი მოდის ან მამაო მოდის ეს ეხლა მართლა წინა ღამეს რო ცემით მოგკლავდნენ მეორე დღეს რო ფეხზე ვღარ დადგებოდი და ადვოკატი დალორჯებულს გნახავდა ამას ერიდებოდნენ არც იხილავენ მაგი უკვე მე რო შევხედე კი ბატონო ზარი იშიმშილე მოიკალი თავი და კიდე დაიწვი თავი არავის არ აინტერესებს საერთოდ კი რა შენ კიდე არ დაგიჭირო მთლად არა მე ძალიან მინდა რომ გათენდეს ერთი დილა და გავიგო რომ შოთამ და შოთასნაირებმა თავის სიმართლე ნახეს, გაიმარჯვეს და ისევ ვერჩი უდგანან სახელმწიფოს. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. მადლიერების გრძნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ თქვენი აქტიურობა აისახა ჩვენი გვერდის ადვოკატის ხმის YouTube არხზე. ძალიან გვიხარია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი კომენტარები, მაგრამ უფრო მეც რა თქმა უნდა მოველით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საინტერესო თემებით შემოვდივართ თქვენს სივრცეში და ვფიქრობ, მხოლოდ დროის გასაყვანად არა, საფიქრალადაც საკმარისად იძლევა საფუძველს ჩვენი პოდკასტები. ლისი პოდკასტ სტუდიადან ისევ კვლავ და მოგესალმოთ მე და ბატონი ლევანი და წარმოგიდგინოთ ჩვენი საინტერესო სტუმარი შოთა მამნიაშვილი. ორიოდე სიტყვით გეტყვით ვინ გახლავთ ეს ადამიანი. შოთა მამნიაშვილი არის ბიზნესმენი. მე დღესაც ასე უწოდებ მას ბიზნესმენი ხარ მეთქი, იმიტომ რომ ადამიანი ბიზნესმენი თავისი შინაგანი ბუნებითა და გონებით ან არის ან არ არის. თუმცა ბატონი შოთა ყოველთვის ამბობს ხოლმე გულდაწყვეტეთ რომ ყოფილიო. ეხლა რატოა ყოფილი ეს ადამიანი? შოთა მამნიაშვილის საქმეში მე უმონაწილეობდი 2009 წელს, როდესაც ის დააპატიმრეს ბრალდებით თაღლითობისა და თემა შეეხებოდა პურისა და პურპროდუქტების წარმოებაში შექმნილ გარემოებებს, სადაც ჩათვალეს, რომ ჩაიდინა ამ ადამიანმა თაღლითობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეების ჩვენებებით, დოკუმენტური მტკიცებულებებით არც ერთ ეპიზოდში არ დასტურდებოდა შოთა მამნიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა. კატეგორიულად ვამბობ, არც ერთ ეპიზოდში და კარგად მახსოვს აც განსვენებული ერთმანათელი დაუმკვიდროს მოსამართლე დალიმეტრეველი შესვენებებზე როგორ მევედრებოდა, რომ ეს პატიოსანი კაცი არ დამაჭერინო, როგორმე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეთო. მაგრამ საპროცესო შეთანხმების პირობები იყო ისეთი წარმოუდგენელი,
რომ შოთა მამნიაშვილის ძალას აღემატებოდა ყოველგვარ შესაძლებლობას გადაეხადა ის თანხა, რასაც მას ამ საპროცესოსთვის თავაზობდნენ და რეალურად არც უკეთებდნენ. წავედით არსებითი განხილვით, მოვიდნენ სასამართლოში მოწმეები, დაადასტურეს, რომ არავითარი თაღლითობა შოთას არ ქონდა ჩადენილი და მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ განაჩენი გამამტყუნებელი, რომელიც გასაჩივრდა, რა თქმა უნდა, სააპელაციო წესით და უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ერთი მუხლი 220 მუხლი მოიხსნა და მისჯილი 10 წელი შემცირდა 7 წლამდე, ანუ რა ვიომეთ აქაც ჩანს, იმიტომ რომ იმ პერიოდში თუნდაც ერთ ეპიზოდში ერთი მუხლით გამამართლებელი განაჩენის დადგენა ჭირდა. ეს იციან ჩვენმა კოლეგებმა და დამეთანხმება ლევანი, მაგრამ ძალიან დიდი ნაომარი იყო ამ საქმეში და ის ერთი მუხლი გვაპატიეს კი არა და მოგვიხსნეს. ანუ ეს მუხლიო მოიცავს ისედაც თაღლითობასო. მაგრამ ჩვენთვის ტრაგედია იყო ის, რომ აქ თაღლითობა საერთოდ არ იყო ჩადენილი და აი ეს წესიერი და პატიოსანი კაცი მართლა 7 წლით გაამწესეს საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც მან მოიხადა 3 წელი და 3 თვე და მას მოუსწრო 2012 წლის ამნისტიამ, რითაც ის გათავისუფლდა. დაუბრუნდა ოჯახს, სრულიად უქონელი, დაკარგა უძრავი ქონება, რომელიც მას ბიზნესში ჰქონდა დაბანდებული და როგორც ყველა ბიზნესმენი მას დაწყობილი არაფერი არ ულაგიათ, თუ რაიმე გააჩნია, თუ კრედიტებში უდევთ და წინსვლას და განვითარებას მოელიან. ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა, ხო, და გარდა იმისა, რომ ეს უძრავი ქონება აღარ დარჩა და ციქვაზე დასახლებული აღმოჩნდა ბატონი შოთა, მას მილიონზე მეტი ლარი საბიუჯეტო დავალიანება აქვს დაკისრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ბატონი შოთა არის მოჯადოებულ წრეში მოქცეული. ანუ მან რო ახალი ბიზნესი წამოიწყოს, ვერც ერთი ბანკიდან ის კრედიტს ვერ აიღებს შესაბამისად, იმიტომ რომ ნებისმიერი თანხა რაც კი გამოჩნდება მის ანგარიშზე, ან მუშაობა დაიწყოს ნებისმიერი, ან დღეს თანამედროვე პირობებში აუცილებლად უნდა ხელფასს იღებდეს საბანკო ანგარიშის წოვრებით, ნებისმიერი ალბათ 30 ლარი შემოსავალი რო ქონდეს, დაიწყება აღსრულება და იმ მილიონ 30,000 თუ 1,300,000, ხო, მილიონზე მეტი ლარის აღსრულება. და ეს ყველაზე საინტერესოა, რომ საბიუჯეტო დავალიანება მოსახლეობას ვეუბნებით, ორი ადვოკატებმა ის იციან, ის ხანდაზმულობა მას არ ეხება და ისინმა მთელი ცხოვრება. ანუ შოთა მამნიაშვილი, რომელსაც დღესაც უჭრის გონება, დღესაც ერჩის ძალა, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადგეს და აწარმოოს ბიზნესი, რომელსაც ის წარმატებით აწარმოებდა და იძულების წესით ადამიანი ამ დღეში ჩააგდეს და რატო ამასაც მოუყვები, შეიძლება ბევრს ლაპარაკო, მაგრამ ჯობია თავიდანვე მე მოუყვე და მერე გავჩუნდე და მოусმინო ბატონ შოთას. წარმოიდგინეთ ადამიანი, აი დღესაც ასეთი მრავალშვილიანი ოჯახის მამა, შვილებით, შვილიშვილებით დახუნწრული ახალგაზრდა კაცი ვიტყოდი, დასვეს უსაქმურად და მოუჭრეს ყოველგვარი საშუალება იმისათვის, რომ წინ წაიწიოს და რამე გააკეთოს. ეხლა რატომ მოუჭრეს? ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ გქონდა ესეთი, გვაქვს ესეთი მოცემულობა, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და გითხრეს, რომ ეხლა ჩვენ შევქმნით ორგანიზაციას, რომელიც მოემსახურება იმას, რომ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზების შეცდომები გასწორდეს და აღდგეს სამართლიანობა. უკვე ძალიან დიდი ხანია, წელზე მეტია ეს დეპარტამენტი მუშაობს, შეტანილი აქვს ბატონ შოთასაც ხო განაცხადი, მაგრამ ვართ უშედეგო მდგომარეობაში, ისევე როგორც არაერთ სხვა საქმეში, მაგრამ დღეს შოთას საქმეზე ვილაპარაკოთ, თუმცა ასეთი საქმეები ამ დეპარტამენტში არის ძალიან ბევრი, პირადად მეც ვაწარმოებ, ლევანიც აწარმოებს ასეთ საქმეებს და მომდევნო ეპიზოდებში კონკრეტულ თემებს შემოგთავაზებთ. ეხლა რატო არის ძალიან კიდე ჩემთვის საინტერესო და გულსატკენიც, რომ შოთა მამნიაშვილი დღეს უსაქმოდ დგას. შოთა იყო ადამიანი და არის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა და შესტკიოდა ქვეყანაში იმაზე, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც აგერ ეხლაც დადასტურდა და ეს ინფორმაცია რომ მოვისმინე შოთა, აი გულზე მომხვდა რაღაცნაირად, ისე იგი ქართული ღვინო და ქართული პური და ხორბალი რამდენ საუკუნეს ითვლის პირველი მწარმოებლები ვართ ხო ჩვენ აი ამ კულტურის და შოთას სურვილი და მიზანი იყო რომ ჩვენ ქონოდა ქართული წარმოება, ქართული ზურები, ქართული ხორბლის ნათესები, საიდანაც მოწეულ მოსავალს ქართულ წისქვილ კომბინატში დავქავდნენ და გაყიდდნენ ქართულ ბაზარზე. აი ესეთი წინსვლა ქონდა აი ამ ბიზნესს, ასეთი ნაბიჯებით მიიწევდა ეს ბიზნესი წინ, რომ არა 2008 წლის აგვისტოს ომი.
მოდი ახლა ბატონმა შოთამ თვითონ გვიამბოს რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ძალიან ალბათ მოკლედ, თორემ მაგ ისტორიას თავიდან ბოლომდე ალბათ 1 საათი არ ეყოფ. აი რა დაგემართათ შოთა. მოგესალმებით. ჩვენს მენელს სალმები. 2008 წელში ძირითადი ასპექტები წავიდა იქითკენ, რომ როდესაც ომი შეწყდა, იყო საშიშროება იმისი, რომ გამორთული იყო დენი, ან აღარ მოეწოდებინათ ხორბალი და ამიტომ იყო საშიშროება ქალაქი და თვითონ რესპუბლიკა დარჩენილიყო ორის გარეშე. ეს იყო იმათი ხედვა, ნაციონალების ხედვა. და რა თქმა უნდა, თავრობის, კი. მაშინდელი თავრობის ხედვა იყო, რომ რაღაც საშიშროება უნდა მოხდარიყო. რა თქმა უნდა, დეფიციტს გულისხმობთ ალბათ. ხო, ალბათ, ხო. პურისა და პროდუქტების კი დეფიციტი, მაგრამ ჩვენ დიდი წარმოებლები ვიყავით, არა მარტო ჩვენი კომპანია, არამედ კიდე მრავალი კომპანია იყო, რომელიც პროდუქტებს აწარმოებდა კერძოდ ხორბლის გადამუშავებაზე. სადღაც 10-12 კომპანია იყო. კი, დიდი და საშუალო და მცირეები ძალიან ბევრი იყო. ამის ყველა სოფელში რაღაც პატარა წესქველი იდგა და რაღაც თავის წვლილი შექონდა მომარაგებაში. ამ ეტაპზე ჩვენ უთხარით, რომ ქონდა რამოდენიმე თვის მარაგი, ყველა წისქვილს რა თქმა უნდა, სადღაც 3-4 თვის მარაგი ყველას ქონდა და სად უთხარით ეს? სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრემიერ-მინისტრთან მაშინ დაგიბარეს თუ? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირი შეხვედრები ქონდა. და ჩვენ უთხარით, რომ არ იყო ამაგის აუცილებლობა და თუ ვინიცობა და მოხდებოდა ის, რომ დენის გაითიშებოდა და ყველაფერი ახლა ქონდა გენერატორები, რომელზეც შეგვიძლია ჩვენ გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქცია. და ხორბალი ქონდათ. ხორბალი რა თქმა უნდა ქონდა. და არ შეეტყობოდა და ყოველ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც დაიქცეოდა ქვეყანა, შემოტანის პრობლემაც არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ მეზობელი რესპუბლიკებიდან ვიცნობდით ბიზნესმენებს, რომლებიც აწარმოებდნენ და თავისუფლად შეგვიძლია. ეს დეფიციტი ამოგვიყვება. ხო, ეს ხაზი არ გვემუშავებინა იმპორტის ხაზი. რატომღაც მე ისე მოხდა, რომ მაინც შემოიტანეს, იყო ესეთი კომპანია სახელმწიფო უზრუნველყოფა, რომელმაც უკვე მარაგი გააკეთეს? მარაგი, არასაჭირო მარაგი. თვითონ ხო, ხა გამოჩნდა ფულიშონის, მე ესე ვფიქრობ, ფულიშონის ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა რაღაცა ორი კაპიკი ეხეირათ და გააკეთეს, რაც გააკეთეს. ამის შემდეგ იყო ესეთი ის, რომ ჩვენ არც ვიცოდით წარმოებლებმა თვითონ კომპანიების, ძალიან გაგვიკვირდა ეს ამბავი, როცა დაგვიბარეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და უკვე შემდეგ შევიტყვეთ ის ამბავი, რომ უკვე შემოტანილი ქონია. საიდან შემოიტანეს ხორბალი? თურქეთი და აზერბაიჯანიდან. და ქსელში გაუშვეს და იყო წუნი, რა თქმა უნდა, პური არ ცხებოდა საერთოდ იმ ქველიდან. და ამიტომ ეს ის ფქვილი ხო არ არის ხალხი როჩიოდა საქონელის არ ჭამსო? კი. უბრალოდ ეს ფქვილია. იყო ისეთი პარამეტრები, რომლისგანაც პური არ ცხებოდა და კარგი ფქვილშიც რო გადაგერია, აფუჭებდა. ესე იგი, იმ დონის, ფქვილი არ ერქვა მას. ის ძირითადი პარამეტრები, რაც პური უნდა გამოწყვეს, ებოვნება და ეს შემდეგ. არაფერი არ ქონდა და იყო რაღაც მასა, რომელსაც ერქვა ფქვილი. დიახ. და შემდეგში იყო ის, რომ მე გთხოვეს, რომ იქნებ გაყიდოთო თქვენო და მოგეხმაროთ გაყიდვაში. არა, შოთა, არ გახსოვს კარგად. არა, ჯერ შენახვაზე. ჯერ შენახვაზე, რო ვერ შემოარიგეს, კი. ნელა მახსენდება, იმდენი წელი გავიდა. უკვე აღარც ვფიქრობ მაგ თემაზე რა, ხანდახან. ხო და. გინდა რომ დაგავიწყდე. ხო, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რო უყურებ საერთოდ. არა მარტო მე რო ვიყო აიტანდა საქართველოს, მაგრამ ჩემნაირი ძალიან ბევრია. რომელსაც ეს სამართლიანობას დღესაც ელოდება და ეს ურემი ვეღარ მივიდა, ალბათ სადღაც ჩაიხერგასა. ხო და ძირითადად გთხოვეს შესანახად, ჩვენ აუხსენით, რომ წისქვილ კომბინატები ისე იყო მოწყობილი, რომ გართულდებოდა ჩვენ საწყობში გადატანა ამ ქვილის მიღება, იმიტომ რომ უნდა შემოსულიყო ვაგონებით და ჩვენი ვაგონები იყო ჩვენი საწყობიდან შორს მანძილზე, იმიტომ რომ იმ ვაგონები ჩვენ შემოქონდა ხორბალი, სადაც იყრება ბუნკერებში და არის სადღაც 100-200 მეტრის იქით მოშორებით
და შემდეგ ეს იქიდან მოდის პროცესის და უკვე საწყობთან აქეთ ამოდის ამ პროცესის დაბოლოები და მქვილი გამოდის ტომარაში და ეს მოყვება კონვეიერული სისტემით მთელი ციკლია ამის. და უთხარი თუ ეს ძალიან ის იქნებოდა ადგილიც არ ქონდა, ადგილიც არ ქონდა. იმიტომ რომ ჩვენ რასაც უშვებთ, ახლა შეიძლება ერთი დღის, ორი დღის გააჩერო, უნდა გაიტანო, თორე მაშინ გაივსება და შეუძლებელია იქ მუშაობა და უთხარით რომ ჩვენ თვითონ ვიქირავებთ, მაშინ თქვენ თუ არა გაქვთ ადგილი, სადაც პირდაპირ უდგება ჩიხი შევიო და პირდაპირ გადაიტვირთება და ამ შეინახავთ იქ. ხო, აქაც თვითონ შეინახავდნენ, თვითონ მიხედავდნენ და ჩვენ თქვენ მხოლოდ თქვენი კომპანია იყო თუ ყველა ერთობლივად რომელი დიდი კომპანიაც იყო, ყველას გთხოვეს შენახვა. და თქვენ გადაწყვეტეთ რომ დაგექირავებინათ ერთი დიდი საწყობი, მზად იყავით თქვენი ხარჯით, დახმარებოდით სახელმწიფოს იმაში რომ ეს შემოტანილი ფქვილი რომელიც არც უკითხავთ და თქვენ ეუბნებოდით რომ არ გჭირდებაო, მაგრამ მაინც გადაწყვეტეს შემოიტანეს დაგებინავებინათ თქვენი ხარჯით, ეს იქნებოდა თქვენი ხარჯი დგომა სახელმწიფოსთვის. ასე იყო. ბოლოს რა გადაწყდა? ბოლოს გადაწყდა ის, რომ შემოგვიტანეს, უარი გვითხრეს ამ თემაზე, იმიტომ რომ არ ჭირდებოდა და უნდა მიგვეღოთ ჩვენ. თავზევით ძალა არ იყო, ავდეგეთ და კი ბატონო, მაშინ შემოიტანეთ და რაღაც გარკვეული რაოდენობები ავიღეთ, რასაც დავტევდით. და პირველი ხელშეკრულება იყო მიბარების ხელშეკრულება. კი ბატონო, პირველი ხელშეკრულებები დაგვაწერინეს, გაგვიფორმეს როგორც შენახვაზე და რომ თვითონ გაიტანეს მე Excel-ში და ხელი მოუბრუნეს და არავინ აღარ გასასინჯათ, პური არ გამოვიდა საერთოდ. უთხრეს უარი. მე ჩვენ გთხოვეს რომ იქ მოდი ახლა ეს ხელშეკრულება გთხოვეს თუ დაგავალეს. იქ თხოვნა იყო ყოველთვის, მაგრამ ის თხოვნა იყო, ხო, რომელსაც დავალებაზე უარის იყო, იმიტომ რომ რაც მოყვებოდა მე ამ ყველაფერს, ყველამ კარგად ვიცოდი. ო და გითხრეს რომ ახლა ესენი თქვენ უნდა დაგვეხმაროთ გაყიდვაში. კი ბატონო, გავიტანდით, ახლა ჩვენ არ ქონდა ამის ის რომ ეს გატანილის ყოფილა უკვე Excel-ში და უკვე ჩვენ რომ მე ჩვენ დისტრიბუტორებს გავატანეთ Excel-ში აღმოჩნდა ის რომ ეს ქვილი გასინჯული ქონდა ძალიან ბევრ წარმოებელს, პურის წარმოებელს და უარი ქონდა დათქვამ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამოაცხობდნენ პურს და ამიტომ შემოგტანეს. ანუ ეს ინფორმაცია არ ქონდათ წინ. ჩვენ არ ქონდა, უბრალოდ ჩვენ მე გავიგეთ პოსტფაქტუმ, როცა უკვე გავიტანეთ ეს საქონელი და იქიდან უკვე რომ წამოვიდა რომ ამ ქვილი ჩვენ ვიცნობთ და ეს კაპიკად არ ვარ გადა, საერთოდ ქვილი არ არის ეს და გავაგზავნებთ თქვენთან მუშაობას თქვენ პროდუქტზე. და სადღაც 44 ლარი თუ რაღაცა დაგვაწერეს თვითღირებულება. ტომარა? ტომარა, ერთი ტომარა 50 კილოიანი. და ვინ როგორ შეფასდა ეს? ანუ ექსპერტიზა იყო? თუ თვითონ დაადეს ფასი. არა, მაშინ იმ პერიოდში იყო თვითონ მაღალი ფასები იყო. ხორბალი ძალიან გაძვირდა იმ 2008 წელში იყო 8 წლის უკვე სექტემბერ-ოქტომბერის კრიზისი რო ერქვა იმ პერიოდში. ხო, ჯერ არ იყო კრიზისი მოსული და ხორბალი სასწაულად იმატებდა ფასებს და ამიტომ ძირდებოდა თვითონ. სადღაც ნორმალური ფქვილი, სადღაც 45-46 აი ესე უკვე ღირდა. კარგი ფქვილი, რასაც ფქვილი. და ამათ ადგენენ და კარგი ფქვილის ფასი დაადეს? კი, იმიტომ რომ იქ ალბათ რაც შემოიტანეს ღირდა, საერთოდ თუ ღირდა რამე და ის ფული ალბათ მე გაინაწილეს რაღაცნაირად იქ რაღაცა გადავხადეს. ანუ აი მე ჩაგეკითხები ვიყურე, მე სულ გახსოვს პროცესიც ამას ვამბობდი, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფა აშპს 100%-იანი სახელმწიფოს წილით შესასწავლია ეს მეთქი. ან რა გრანტი აიღეს, რა ფასად იანგარიშეს ტონა. რა ფასი ქონდა რეალურად? ანუ შეიძლება ვთქვათ, ახლა მე ვარ რაღაცა შეპესე, სახელმწიფო უზრუნველყოფა მომცეს გრანტი. ანუ ფულის კეთების მექანიზმს ახსნე ახლა მე. და მე ვწერი იქ რომ შემომაქ 10 ტონა პირობითად. 10 ტონა ფქვილი. მომაქ 10 ტონა ფქვილი, ანუ ტონაჟობით იყო იქ რაოდენობა, ფასით იყო დათვლილი. მან ფასში იხსნება. უბრალოდ არა, ეს ფასში კი იხსნება, მაგრამ თქვათ 1 ტონა ფქვილი მომაქ მეთქი რომ ამბობდა, მომაქ 1 ტონა ნაგავი. და მე ამას ვადებ 45 ლარს და იძულებულს ვხდი მეწარმეს რომ 45 ლარი გამისწორე ნაგავში, რომელიც
არავის მუქთათაც არ უნდა წაღება, ესე იგი ორმაგი სარგებელი ნახა ამ შპს სახელმწიფო უზრუნველყოფამ. სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტიდანაც ხომ მოიხსნა სავარაუდოდ ფული და ასევე თქვენ, ანუ კიდე ამ ხელაფასი თქვენ დაგაწერეს და თქვენ გაწერიათ ახლა მაგალითად მილიონი ლარი. კი ბატონო, მაწერია მე ფირმის ვალი, ესეც რავი წარმოუდგენელია, ფირმის ვალი დამაწერეს პირადზე. გამომიტანეს ფირმიდან. რო დირექტორი ხო იყო? დირექტორი, კი ბატონო, დირექტორმა არ შეასრულა თავისი ფიდუციური ვალდებულება. და თუ გახსოვთ მე იქ სასამართლოზე აღვნიშნე კიდევაც, გამიშვით ერთ კვირას, თუ კი რამეა გაყიდული იმის ფულს გიხდით, დანარჩენს ამოვიღებ ქსელიდან და მოგიტან თუგან. რაზეც ხო, რა თქმა უნდა. უარი მივიღა, დავავალებ ვიღაცას. ანუ შოთა მიგაჩნია თუ არა რომ ეს შპს სახელმწიფო უზრუნველყოფამ ორმაგი ანუ თამაში ითამაშა კი არა, ორგზის ისარგებლა და თქვენ ციხეში გაგიშვა და მოკლა პურისა და პროდუქტების. მე ძალიან კარგად მახსოვს ეგ მომენტი, როდესაც თვითონ სახელმწიფო უზრუნველყოფის წარმომადგენელი მოვიდა სასამართლოზე. და როცა მან აღნიშნა რომ მიმდინარეობდა უბრალოდ მაგამდე მე ვერ მივედი, იმიტომ რომ მე მოხდა კრიზისი და ფასები განახევდა რამის უკვე ესე იგი 45 ლარიანი ფქვილები ჩვენს რომელსაც ყიდით, სადღაც 29-დან 31 ლარამდე დაეცა და ეს უკვე ზარალზე მივდიოდით პირდაპირ ჩვენ. ხო და ამ დროს უთხარი მე თვითონ მე არ ვიცოდი აქ თუ სახელმწიფო იყო ჩარეული, მე ვიცოდი ხა სახელმწიფო უზრუნველყოფა ერქვა ფირმას და ვიღაც შპს-ს მქონდა ურთიერთობა ვისთანაც გაგვაცნეს თორე. ხა იქ რა ხდებოდა, ვინ იყო დამფუძნებელი, საერთოდ არც მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემთვის არავით არ იმას არ წარმოეც, ჩემი პროდუქცია მქონდა გასაყიდი და $300 სიტყვაზე ტონა ფქვილი რომ მქონდა იმაში ხორბალში გადახდილი, $150 ამა გასაყიდი და ამდენი კრედიტი გადასახდილი, ხელფასი და ჩემი პრობლემები მქონდა და ხა მაგათი პრობლემა ჩემთვის ძალიან ისე იყო რა. უბრალოდ ვიცოდი რომ არ იყო და ფასმა რო დაიკლო არ უთხარით. ხო და მქონდა მოლაპარაკებები. აი ეგ არის ყველაზე დიდი უბედურობა რომ მქონდა ჩვენ მოლაპარაკებები რომ ესე იგი ფას დაგიწევთ 25 ლარზეო. ვინ ამბობდა? თვითონ სახელმწიფო უზრუნველყოფის წარმომადგენელი. წერილობით მიმართეთ თუ ზეპირსიტყვიერი? თვითონ, იმიტომ რომ ყველა წისქვილ კომბინატმა უთხარით რომ არ იყიდება, ნუ ფქვილი არ არის. მე როგორც ვიცი წერილიც გაგზავნეთ თქვენ ოფიციალური. აღარ მახსოვს, იმიტომ რომ იქ უკვე ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ეხა საქართველოა და იქ ვიღაც ნაცნობი გამოდგა იმის თხოვა რომ შეინჭირიმე დაგვეხმარე და როგორც ხდება ხო და არა მე მახსოვს რომ წერილი ქონდათ ოფიციალური დაადასტურა სახელმწიფო უზრუნველყოფამ რომ წერილით მოგმართესო. კი. თავრობას. ანუ ეს ტვირთი სპეციალით რო იტყვიან. ძალით შევტენეს წისულ კომბინატებს. კი ბატონო. და შემდეგ უკვე ვიდეოდა პრემიერთანაც ლაპარაკი, მინისტრთანაც ძალიან ხშირად ვიკრიბებოდა. ვინ იყო პრემიერი მაშინ? აღარ მახსოვს. ნოღაიდელი? ნოღაიდელი არ უნდა ყოფილიყო არა. 2008-ში. 8-ში, ნუ კაი. ხო და იყო ესეთი მომენტი, რომ ამ თემაზე მიდის უკვე თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი იყო მგონი ერთხელ მახსოვს შეხვედრა იყო. ახალი ადმინისტრაცია რო ქონდა აშენებული. და ამ მოლაპარაკებების პროცესში თხოვეს რომ რაღაც თანხები იყოს საჭირო რაღაცა და ნუ გაიყიდებოდა თუ არ გაიყიდებოდა დავალება მივეცი რომ ეს 10,000 ლარი ყოველ კვირა ეხლა ჩვენიც ხო იყიდებოდა და ნუ რაღაცნაირად წავხმარებოდით სახელმწიფოს იმ თვითონ კომპანიას. ანუ ქვილი არ იყიდებოდა, მაგრამ თქვენ მაინც თქვენი ნებით იფიქრეთ რომ მოდი ჩვენ როგორ არის ის გადავაწერეთ ჩვენ დისტრიბუტორებს გადავაწერეთ პირდაპირ და ახლა იმათ ჩათვალეს რომ ხა ჩვენ ვიღაცას რომ დავაწერეთ და ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთში რომ ვიღაცემა ეს აიღეს უკვე გაყიდულია. ამ დროს ფული არ შემოდის. ჩვენ გადავაწერეთ იმიტომ რომ იქ უნდა კონსიგნაციაზე მივეცეთ. გადაინაწილეთ ხო? გადავინაწილეთ ეს ამათი ვალდებულებები და ამ პროცესში უბრალოდ გადამიყენეს მანქანა და მითხრეს რომ პროკურატურას უნდა თქვენთან გასაუბრება და ნუ ანუ კი უთხარი თუ უნდა და ახლა ჩემთვის არავითარი პრობლემა არ იყო მირეკავენ და როცა რამეა გასასაუბრებელი და ამ პერიოდში სხვა სესხი გქონდათ აღებული ბანკიდან? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბიზნესმენს როგორი სქემა იყო ისიც აწყობილი ნაღზე არავინ არ ყიდულობდა ფქვილს. ყველას უნდა და კონსიგნაციაზე. ესე იგი რო უყიდულობდი სიტყვაზე 3,000 ტონას ხორბალს, 5,000 ტონას 25 რამდენიც არ უნდა მეყიდა. ეს იყო ჩემი გაჩერებული ფული.
და წისრულ კომბინატის თემა ისეთია, რომ სეზონზე როცა მოდის ხორბალი, მაშინ არის იაფი და შეიძლება მე გასამაგდეს რამოდენიმე თვეში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდი თანხა ჩავდოთ და ჩვენ ნაღზე ვყიდულობთ, ხო? იქ არავინ არ გამოგატანს ახლა არც ერთ ქვეყნიდან ის არ გენდობა და ახლა 10 და 15000 ტონას არავინ არ გაჩუქებს. თქვენ მარტო ხორბალს არ ყიდულობთ, მე მგონი აქ გეთესად კი, კიდე. ჩვენ ქონდა ჩვენი კახეთში 3000 ჰექტარამდე მიწები ქონდა და პლუს ამას ჩვენ ვქირავდით მოსახლეობიდან, ჩვენ თვითონ უთესავდით, ჩვენ თვითონ იჯარით იღებდით. იჯარითაც არ ვიღებდით. პირდაპირ ხელშეკრულებები ქონდა, ვის რა და რამდენი ჰექტარის ქონდა, იმის და მიხედვით ჰექტარზე საშუალოდ რამდენი მოდიოდა და რაც მოდიოდა, მაგათ თვალწინ ჩვენ თვითონ ვყიდულობდით ჩვენს მევი მოყვანილ ხორბალს. აჰა. და სრულ თანხას ვაძლევდით. უბრალოდ ვაკლებდით ყველა იყო ხარჯი რაც კმაყოფილი. იყო, კმაყოფილი რომელია, მთელი სოფელი მოდიოდა, მთელი ვაპირებდით, რომ სადღაც 10-15000 ჰექტარზე ავსულიყავით და გაგვეტანა ჩვენი ქართული ყოფილიყო და ჩვენ უკვე ვქმნიდით მოიყო მოლაპარაკებები, როდესაც გვინდოდა რომ ჩვენი ძირძველი კულტურის ხორბლის ჯიშები აგვეღორძინებინა, იმიტომ რომ ძირითადად ქართული ხორბალი ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში. ძირითადი ენდემური ჯიშებია ისეთი ქართული და იქიდან არის მე დანარჩენი გამოყვანილები. ამიტომ ძალიან ისეთი შრომატევადი სამუშაო იყო და ამიტომ შრომატევადი და თან გიხაროდათ კი რა თქმა უნდა პატრიოტული. იმიტომ რომ დღეს აი დღევანდელი სიტუაციიდან რო ავიღოთ ხომ დღეს რო არავინ ხორბალი რაღაც ირგვლივ ომია ხო და უბრალოდ გაუჭირდათ ან ვიღაცა რაღაც ჩავარდა და არავინ აღარ გაძევს. საქართველოს 20% ორი თვის მარაგი მოდიოდა საქართველოში. აჰა. 10 თვე ხარ მშიერ. აჰა. ჩათვალეთ რომ რო არ შემოვიდეს დანარჩენზე აღარა გეუბნებით პური ჩვენი არსობისა ხო? აჰა. ანუ ტერიტორია არ არის საკმარისი რომ თვითკმარი იყოს ქვეყანა. არა, პატრონი არ აქვს. თორ ტერიტორია გვაქვს. ტერიტორიის მეტი რა გვაქვს ახლა მე არ გიტყვით რომ 100% და გავიტანთ კიდევაც, მაგრამ 60-70%-ის მოყვანა შეიძლებოდა. იმიტომ რომ უაზროდ არის დარიგებული მიწები, რომელიც ახლა არც მუშავდება. არც მუშავდება, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა. თვითონ მექანიზაცია მაშინაც და დღევანდელ ფასებში ვერ გაიყვან ტრაქტორს, იმიტომ რომ 4 ლარი გახდა ამის ბედიზები. აი თქვენ დაკავება რატო დაგაკავეს? რატომ და რომ რაში გამოიხატებოდა? გაკიდულია და მე წავიღე სახში ეს ფული. არა, ბრალი, ახლა უნდა წაგიკითხა რა. ხო, და ისეთი აი ჩვენი პოზიცია ბოდიში ამ თქვია რასამოდი? ხო და მაგას ვიძახი რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ხო, აი მოლაპარაკებების თემაზე უბრალოდ მოკიდეს ხელი და დამიჭირეს. და როდესაც ამ სახელმწიფო უზრუნველყოფის წარმომადგენელი მობძანდა სასამართლოზე ჩვენ გამოვიძახეთ. ხო, ისეთი რაღაცები ლაპარაკა, რომ აი მიდის ისა და კი ბატონო და ვიცით საქმის ყურში ვართ ეს კრიზისი რაღაცა პარამეტრი აკლია ფქვილს ეს რაღაცეები და ამიტომ ჩვენ რაღაც ბაზის დაკლებაზე მუშაობთ. ყავ შეხვედრებისა და ეს პროკურორმა შეხედა და შენო რაღაც ისე მგონიაო რომ ამასთან შეკრული ხარ და ის ფული გაიყავითო და ეხლა მე მიგისვა გვერდზეო. აი იქვე უთხრა პირდაპირ სასამართლოზე. გაჩვენდა ეს ბიჭი ხმა აღარ ამოუღია რა გაუნეით ამ კაცს ახლა ანუ რეალ მე რა თუ ვიყავი დაჭერილი ხო მიყურებ და ამაგასაც ანალოგიური გაჩვენდა საერთოდ არაფერს აღარ უთქვია და რაც დაამთავრეს რაღაც ესე იყო თვითონ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები და ისიც მახსოვს ხონებული მოსამართლემ ეს პროკურორს გახედა და ემკაც ვიჭერთო თქვენო ხო და მე რატოღაც ახლა აქ რო უსმენო ეს ხო თქვენი მოწმეები არიან სამინისტროდან და იქიდან კი ბატონო ესე მგონია რომ ეს კაცი რატოღაც ღირსების ორდენზე უნდა წარვადგინოთო ისეთ რაღაცებს ყვებაო ყველო და რას ერჭითო რა გინათო აი პირში ეუნებოდნენ ხო მაგრამ მოსამართლემ ვერანაირად ვერ გაბედა რომ მიეღო გადაწყვეტილება ისეთი როგორიც აქეთ მოცემულობა ქონდა ამის მერე უკვე გამოიკვეთა თვითონ უკვე შემდეგი მოვლენებიდან გამომდინარე გამოიკვეთა უკვე ის ასპექტი რომ უბრალოდ ამ ერთადერთი თემა რაც იყო და ერთადერთი ბიზნესი რომელიც წარმოება ერქვა და რომელიც მუშაობდა იყო ეს ქვილის გადამუშავების თემა რომელიც ჩაკალეს ამის შემდეგ უკვე ეს საინტერესო თემა იყო იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლა ბიზნესია ახლა კრიზისში მოყვები თუ არა მე შემდეგ ამოიღებ ხო ამ ყველაფერს და უნდათ ამის ყველაფრის ხელში ჩაგდება
ეხლა როგორც გამოირკვა, იმიტომ რომ შემდეგ რაც კი დიდი წისქვილ კომბინატები იყო, ყველა გაწეწეს. უბრალოდ მარტო მე დამიჭირეს და ჩემი თაშინებდნენ, რომ აი სამაგალითოდ დავსაჯეთო. ხო, რომ მიგისვათ ვერზე რა, ეხლა რომ ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ. ბევრმა კრედიტი აიღო და მით უმეტეს იმ გაჭირვებისა, რაც ჰქონდა, ის დაიტოვა ის ქვილი და მივიდნენ და ჩაუტანეს და გაასწორეს. ანუ ნაგვა დარჩა და ფული გასწორდა. ფული გაასწორებინეს ვიღაცებზე ძებნა გამოვაცხადეს და დევნა დაუწყეს, წაართვეს. ძალიან ისეთი იყო, აი გორის სისხლ კომბინატი იყო, კაჭრეთის სისხლ კომბინატი იყო, ისინი ძალიან ცუდად მოიქცნენ საერთოდ ყველას და ამ დროს მე რატომღაც გამოჩნდა აზერბაიჯანული შეფესე. რომელმაც მე ძირითადი აქტივები ჩაიგდეს ხელში. აი იმას რა დაემართა ის ბალი რო გქონდათ პროცენტიები რო გქონდათ ვიხდით ამ გადასახადში ძრავი ქონება ჰქონდა ჩვენ ძალიან დიდი ქონება ჰქონდა. დიახ. ჩვენ ჰქონდა კომპანიის სახელზე. კი, კომპანიის სახელზე ჰქონდა ძალიან დიდი ქონება, ვერ დაღემატებოდა. მე გაგვიყიდეს ყველაფერი კაპიკებში და ამოიღეს ბაკმა თავისი არუზარალია, წაიღო სახელმწიფო თავის წაიღო. თქვენი ოჯახის ქონებაც შეეწირა. რა თქმა უნდა, ყველას ვის ვიყავით. ანუ არა მხოლოდ კომპანიის, ოჯახის. ხო, იმიტომ რომ ბანკებს აქვთ ესეთი ის, რომ თუ გინდათ აიღოთ კრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა რამ ხელა სახლი გაქვს. აღირებულება აქვს, უბრალოდ იქ სადაც ცხოვრობ, ის უნდა ჩადო. არა, ეხლა გაიგრძალა სადაც ცხოვრობის ერთადერთ საცხოვრებლად. ხო, არა, მაშინ ესეთი ის იყო, რომ უნდა ჩაგედო აუცილებლად, რომ მაინც რაღაცნაირად გული შეკტიო შენი ოჯახის, რო იტყვია და მთელი ისტორია, ხო, იქ დაწერილია. ხო, იქ ეს ქონება ვის გაგიყიდეს ციხეში როცა იჯიხით მაშინ? კი. მანქანაც მე მგონი, ხო, მანქანა. აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გამოხვედით სარიელ-ტარიელი. კი ბატონო, არც სახლი, არც კარი და ვალებით. ვალი. შოთა რა მაინტერესებს, ესე იგი რომ შევაჯამოთ. და ერთს ვიტყვი, რომ აღიარება ეხლაც არ მაქვს მიცემული. კი. აღიარება არც მაშინ მივეცი და საერთოდ არ დავთანხმდი. თავიდან ბოლომდე თავის მართლებით რო იყო ისე უნდა მიმეცა აღიარება. არ ვაღიარებდი. ხა ბიზნესმენი ვარ და ვიცი რაღაცა და რაღაცისთვის ხო უნდა გააკეთო თქვა სიტყვაზე. მაგრამ იმის იქით იყო ისეთი თემები და მომდიოდა მე რომ ჩემი გამოშვება საერთოდ არ უნდა ციხიდან. იმიტომ რომ ეხლა იმ დროს მე უფრო რაღაც პატრიოტი ვიყავი, უფრო ქართული მტკიო და მიტინგებზეც ჩდებოდი, იყო რაღაცები, პირადადაც ვეკამათებოდი რომ რატო აკეთებთ ამას, ისთვის აკეთებთ აი. ეს ქონება ეხლა ვის აქვს? ვინ იყიდა ეს ქონებები? გონი ქონება. აუქციონზე გავიდა. არა ქართველებს, ჩინელებს აქვს ძირითადად. ჩინელებს აქვს ძირითადად. მიწები თუ რას ამბობ? თვითონ ქარხნები ჩემი ქარხნები, ჩინელებმა. აწყობილი ქარხნები. მაკარონის ქარხანაც იყო, ხო, როგორც მახსოვს, რაღაც იტალიური მაკარონი უნდა გამოგეშვათ. კი, იყო ვარილა უნდა გამოგეშვა საქართველოში. იყო ეგ თემა, უკვე ბოლომდე იყო მისული თითქმის. მე მგონი რამდენჯერმე გაგახსნა. აი, უკაცრავად ჩინური არა, ინდური კომპანიები, ინდიელებს არის. საჩვენებლად მე მგონი რამდენჯერმე გაგახსნებინეს. სონორის სისხლ კომბინატიც ინდოელებს არის, ერთი ჯგუფის და ეს ლილოს სისხლ კომბინატის მეორე ჯგუფი არის ინდოელების. ყველა აუქციონზე დაყიდი ეს ქონება. მოიცა რა შეეცა რამდენი ბაკმა გამოიტანა და მე როგორც მახსოვს რამდენჯერმე გაგახსნებინეს, ხო? მაკარონის ქარხანა. მაგას კი ხსნიდით, კი, ჩვენ ხშირად ხსნიდით, ტელევიზია რაღაცა რო დაჭირდებოდათ, გაიხსნა მაკარონის ქარხანა და ამ დროს ვიღაცებზე დაპირებული ვიყავი, რომ დავასაქმებდი, მით უმეტეს იმისა, რომ 700 კაცი ყავდა დასაქმებული. და ერთხელ მე მგონი ლენტის გაბმას დაავიწყდა. გაიხსნა ისა, არა და გავხსენით წისქვილ კომბინატის სხვა ხაზს ვაკეთებდი რა, ახალ ხაზს დამატებით ბიულერი შემოვიტანეთ. ერთ-ერთი ევროპაში, ერთ-ერთი ძვირად ღირებული და სერიოზული დანადგარები იყო. ამიტომ მოდიოდა ტელევიზია, პრემიერი ახალი მაშინაც წარამარაგი ისრულებოდა და მოდიოდნენ, ესწრებოდნენ ტელევიზიებით, რომ აი ახალი ისა და აი აღორძინდა. ერთ-ერთი ობიექტს. ერთი და იგივე ხანიკიდან იღებდნენ, რაღაცას მიუმატებდით და იცოდნენ რომ მაკარონი და აი მაკარონის ქარხანა გაიხსნა. აკლებოდა ჩემ ხო, ტელეფონის რეკვა, აბა გაგიხსნია და არა დამანსაქმე. ხო და უბედურობა რაში იყო, იცით რომ თხოვე თვითონ ამ პროკურორს რომ ბიჭო, ხო ვატყობ რომ მიჭერთ მეთქი რა. ხო. 1-2 კვირა მე უთხარი, ყველაფერს დაგიტოვებდი, გინდა შენთან დავრჩები, მე უთხარი. კონტრაქტზე მომაწერინეთ ხელი. ხო.
რო ჩამოვლენ ის ხალხი და არ დახვდები, ნუ ჩაიშლება ეს თემა და იყო რომ საქართველოს შეეძლო ევროპა მოემარაგებინა. მაკარონით. ნუ რასაც გამოუშვებდით ყოველ შემთხვევაში იმათ ეხლა მაშინ თავრობას რაღაც კანონები ისე ქონდა მიმზიდველად და რაღაც გადასახადები დაბალი რაღაცები ხა რა ხდებოდა აკეთ იმათ ყوار იწოდნენ და დანარჩენი ახლა თვითონ თქვათ იმ თემებში რომ გადასახადი იქ რო ღირდა და ძალიან ასტრალურ ციფრებზე რო გადაიხედეს ახლა იაფი მუშახელის საინტერესო რა არის იცი ის უკაცრავად საინტერესო რა არის ის ფირმა ნეტა კიდევ არსებობს სახელმწიფო ყოფა აღარ მგონია მაგის ნახვა შეიძლება თავისთავად მაში გაკოტრეს რა ქნეს ერთი წამი მოკლედ შემაჯამებლად ეხლა რაღაცა თემა შევაჯამოთ რომ მაყურებელმაც დაგვეწიოს მაყურებელიც დაგვეწიოს ანუ მოხდა ეს ადამიანი დააპატიმრეს ნუ რა თქმა უნდა ბიზნესი გაჩერდა გაკოტრდა კომპანია კაცი დარჩა მილიონზე მეტ ვალში და შედეგად დაემხო მიწასთან გასწორდა ქართული პურისა და პურ პროდუქტების წარმოება, წისქვილ კომბინატები და ასე შემდეგ. და ის პერსპექტივა რომ ჩვენ შეგვეძლო, თუ კი წესიერად ვიმუშავებდით, ჩვენი ტერიტორია საკმარისია საიმისოდ, რომ სადღაც 60-70% ჩვენი ხორბალი გქონდეს და ჩვენი პური გამოვაცხოთ, ხო მართალია? ჩვენ გქონდა მაგის მუშაობდით იმ თემაზე, რომ თვითონ სამცხე-ჯავახეთშიც კი მოდის. გარკვეული ჯიშები. ხო, სხვადასხვა ჯიშები. მაგრამ მაშინ პრეზიდენტობა შემოგვითვალა, რომ რამდენი 40,000 ჰექტარს თუ რაღაცას მოგცემთო, ოღონდ სასწრაფოდ უნდა დაგვეთესა. ხო. ხო, იყო აბსურდი. სასწრაფოდ როგორ უნდა დაგეთესა? ხო, არაფერი რომ პიარი გაეკეთებინათ. და ანუ ეხლა აი, გადაგვეხნა და დაგვეთესა. იცი რა გამახსენდა? ბატონო, რა გამახსენდა ეხლა უყურეთ კომუნისტების დროს იყო ერთი ეს ანეკდოტა დადიოდა, რომ რაიკომის დივნა დაინიშნა შავა კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი მაღალმთიან რაიონში დუშეთში და თუ ყაზბეგში არ ვიცი მოკლედ ესე კოსტუმ შარვალში ჩაცმული ბიჭია და ზის კაბინეტში და იქით დოლი დაიწყო გაზაფხული არის ცხარი იგებს ბატკანს და ამ პროცესს ქვია დოლი ხო და იქ გაუჭირდათ იქ ამინდი ხო იცით იცვლება ეს გაზაფხულია ძალიან მძიმე პერიოდია საკვები ბალახი არ არის იქ საძოვრებზე ზამთრის საძოვრებზე და მოკლედ ცუდი ამინდი აი თოში მეცხვარები ხო გაქცენანახი რა ხდება და თან დოლია დაწყებული და ბევრი რაღაცა ჭირდებათ იქ რა ვიცი მე წამალი უნდა იმ ცხარ ზოგი ავათარი ზოგი ცუდაც რა უნდა თუ არ ვიცი მოკლედ პრობლემები არის და რაიკომის დივანთან შემოვიდა განაცხადი რომ ესია დოლი დაიწყო და ეს პრობლემები გვაქო და რეზოლუცია დაადო შეაჩერეთ დოლიო ხო და ეხლა იმან დათესეთ ჩქარაო ეხლა გახსნა მინდა როდის უნდა დათესო გაზაფხულია შემოდგომა არა მაგას არ ქონდა მნიშვნელობა რა თქმა უნდა დაითესებოდა როცა საჭირო იყო მაგრამ იცით რა იყო უბედურობა რომ იმდენი მიწაზე უნდა დაგვეთესა ტერიტორია მოხსეს როგორც კარგად მახსოვს მე მგონი 40,000 ჰექტარზე იყო ლაპარაკი და თქვენ წარმოვიდგინეთ ეხა კახეთში რომ მოეცათ კი ბატონო კახეთში ვიცით უკვე როგორ მოდის რა მოდის და იქ ხო ნიადაგიც ვიცით და რა კულტურა ხარობს და როგორ უნდა მოუარო და იქ ყინვაში და უბედურობაში ჯერ უნდა საგაზაფხულო უნდა დათესო მე რომელი მოვა ხო მე აქ ჩვენ აუხსენით თქვენ გადარჩენილი ხართ ეხლა იქ რომ სამუდამო პატიმრობაში არ გაგიშვეს იქ თუ დათესავდით რაღაცას და ითაღლითა შოთა მამნიაშვილმა დაგვათესინა და გაიყინა მოსავალიო ერეგენახათ თქვენი დღე. აქ თითო ჰექტარი, 2 ჰექტარი თითო იმაზე ტერიტორიაზე უნდა საცდელა დაითესოს, სხვადასხვა ჯიშები, ბევრზეც არა, 9 ჰექტარი რაღაცა ერთი მეორე ესა და მე რომელი გაამართლებს, რომელი მოვა, რომელი მოასწრებს. აი, მთელი პროცესი ამას წლები ჭირდება, ჩვენ აუხსენით. ეხლა მივიდგე 40,000 ჰექტარი. თან თქვენი ხალხი და იმიტომ გაგაუბედურეს. უარი რო უთხარით. არა, მე მგონი აქ უფრო ბიზნესის ხელში ჩაგდების ის იყო. ამას მიაღწიეს. ანუ ეს ბიზნესი კი ბატონო, უბრალოდ ერთადერთი ჩემი წარმოება, რომელიც რატომღაც ფრანგებს ვერ მოელივნენ Société Générale და ქონდა ჩვენ კრედიტები და იმათ ვერ გადაუწყეს ისეთ. და ფრანგების არის ახლა? არა, იმათ გაყიდეს ბოლოს. რესპუბლიკა ბანკი იყო ესე იგი Société Générale. და ვინ იყიდა? არ ვიცი ახლა მაგაში. აი მოვიდა ახალი ხელისუფლება და გათავისუფლდა. არა, მან ბუდიში ეს თემა მორჩენდა, მაგაზე გადავიდეთ ახალ ხელისუფლებაზე. რამდენად გაქვთ ინფორმაცია შოთა რომ თქვათ ეს სახელმწიფო უზრუნველყოფა. აი მე
რა თქმა უნდა დარწმუნებით ვერაფერს ვერ ვიტყვით, ვიდრე არ ჩატარდება გამოძიება, მაგრამ არც არავინ არ დაინტერესებულა გეხსომებათ მე პროცესებზე მხოლოდ და ერთი დასკვნის სიტყვაში ძალიან წელი და ხან ისეთი მოცულობითი დასკვნის სიტყვა წარმოვადგინე, სადაც ძირითადი ხაზი იყო რა გატარებული, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფ არის შესასწავლი და საერთოდ პროცესზე ხმამაღლა რო განწყდება, კეთდება და იქ ესწრება პროკურორი და მე რო ვამბობ, ადვოკატი ვარ მე რა, ვამბობ რომ აი ამიტომ და ამიტომ ჩვენ შესასწავლი გვაქვს და გამოძიება არ დაინტერესებულა რა გააკეთა სახელმწიფო უზრუნველყოფამ, რატო დააწერა ამ ხალხს ძვირად ბოდისვიხთი და ნაგავი და რატო ანუ ეს სახელმწიფო უზრუნველყოფამ რა ისარგებლა ამით ეს შესასწავლია მეთქი ეს ხო არავის კურსი არ შეუშვია მაშინ როდესაც მაშინაც ამბობდა კანონი რომ პროცესზე ხმამაღლა ნათქვამი ან თქვათ სადმე პრესაში ნათქვამი პირდაპირ იყო საფუძველი ეს ხო ჩააჩუმეს მეორე ჩემი პოზიცია იყო რომ აქ ჩადენილი არ იყო თაღლითობა რას გულისხმობს კარგად იცინებან აუცილებელია რომ მოტყუება იყოს აი შემადგენელია ამ მუხლი აი აუცილებლად გულისხმობს მოტყუებას აი ხა ბრალში რა ეწერა უყურე წეხან ხო მოისმინეთ პატიოსანი კაცი გეუბნება რომ არ გვინდოდაო გთხოვესო ჯერ შეგვინახეთო და მერე დაგვალდებულესო უბრალოდ მაშინაც დაავალდებულეს რომ საწყობი კი არ გვინდა თქვენი დაქირავებულიო თქვენ საწყობში დაგვაწყობინეთო მე გვითხრესო რომ 3 დღეში ზუსტად მახსოვს ახლა ეს თარიღები მიბარების ხელშეკრულება ზუსტად 3 დღეში გადაიქცა ანუ ხელშეკრულებად რომ თქვენ აიღეთ ვალდებულება ამას გაყიდით და ტომარაში 45 ლარს გადაიხდით რეალიზაციის უნდათ თუ არ უნდათ ეს ხო გააკეთებინეს ბრალში რა ეწერა შოთა მამნიაშვილიო წინასწარი განზრახვითო დანაშაულებრივი განზრახვით დაუკავშირდაო სახელმწიფო უზრუნველყოფასო რომელიც თავისთვის წყნარად იყოო და ფქვილი ქონდა შემოტანილი უთხრაო რომ მომეცი ეგ ფქვილი მე გაგიყიდიო გადაიტანა თავის საწყობშიო ხო და ეს ფული შეჭამა აი ეს იყო ბრალი და აბსოლუტურად არც ერთი მოწვის იგივე სახელმწიფო უზრუნველყოფა თქვენ ძანეთ რომ ის არა ქვია პროკურორი იქით დაემუქრა გაჩუმდე ხათორე შენც დაგიჭერო ხო ესე იყო მაინც არ გაჩუმდა იმ ბიჭმა თქვა ყველაფერი რაც იყო რა თქვა ჩვენო მოლაპარაკების ეტაპზე ვართო ფასის დაკლებაზე არისო საკითხი დაყენებული წერილობითო წარმოდგენილიო და ჯერო გადაწყვეტილება არ მეგვიღიაო ანუ ეს რო გეწერათ 45 ლარად თქვენი ვალი ახლა მილიონი და რაღაცა შეიძლება არ ყოფილიყო რო დაეკლოთ რეალურ ფასთან გაესწორებინა მაგრამ ნახე თქვენ იყავით სახელმწიფო უზრუნველყოფასთან მოლაპარაკების რეჟიმში ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია რომ თუკიო წარმოიშობაო რაღაცა უთანხმოებაო მხარეებს შორისო პირდაპირ წერია იმ ხელშეკრულებაში ეს გადაწყდება ურთიერთშეთანხმებითო თუ არაო და დავა გადაინაცვლებსო სასამართლოშიო და იქამდეც არ ვიყავით მისულები რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სასამართლოში მიდის რომელიმე თუნდაც სახელმწიფო უზრუნველყოფა და გიჩივის რომ ეს კომპანი სელმა და ბეგი კომპანი რო ხარ და ჩემი ფქვილი რო წაიღე და ფულსად ვარ მიბრუნებო ეს იყო აი პირდაპირ რო იტყვიან გაქანებული თუ მაინდა-მაინც სამოქალაქო დავის საგანი ეს იყო ჩვენი დაცვის სტრატეგია და სამოქალაქო დავაში არ იყო შემოსული სახელმწიფო უზრუნველყოფა იმიტომ რომ მოლაპარაკების ეტაპზე იყავით ეს არ დაგვიდასტურა ამ კაცმა პროცესზე ხო დაგვიდასტურა კარგი და ბოლოს ჩვენი სტრატეგია იყო ის რომ აბსოლუტურად პირდაპირ მითითებული მქონდა ნორმა საერთაშორისო ოქმი არის სადაც პირდაპირ წერია რომ ვალაუვალობის გამო ადამიანის დაპატიმრება არის აკრძალული აი როგორც წამება არ შეიძლება ადამიანის ესედი აკრძალული რომ ადამიანი დავიჭიროთ მხოლოდ იმიტომ რომ ის ვერ იხდის ვალს და ეს ადამიანი მეთქი დღეს თუ ყველაფერს თავი დავანებოთ ტყუო და არ ტყუო და ბოდიში და შეტენეს არ შეტენეს ფაქტის წინაშეა რომ ასე დაუთვალა სახელმწიფომ და აი ამას ვერ იხდის იმიტომ რომ ვერ ყიდის და ვალ აუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და ამის გამო ამ კაცის დაჭერა არის წარმოუდგენელი მეთქი ჯესად იყო ვალი არა ხო იზულები წარმოშობილი ვალი აი ესეთი თაღლითი და მე რომ ყოფილიყო არ იყო ესეთი თაღლითი სტუმარი გვიზის ახლა ჩვენ აი ეს ჩაიდინა ამას ეხლა გადავიდეთ აი წეღან კითხვა გქონდა აი საინტერესო მომენტია დაგიჭირეს კი ბატონო დიხდით ამ სასჯელს და დამიჭირეს კლავი მომჭრეს და ხდება ის რომ იცლება ხელისუფლება
გეუბნებიან რომ თქვენ როგორც პოლიტპატიმარით დევნილი პოლიტ არა რაც არის. ამნისტიით გამოშვებული რაც იყო და რა მოლოდინი გქონდათ ამ აქტის შედეგად. რა თქმა უნდა, დიდი იმედებით, არა მარტო მე. თქვენ წარმოიდგინეთ 3000 კაცი ვიჯექით რუსთავის ზონაში. 3000 კაცი. აქედან კრიმინალი იყო ალბათ 500 კაცი. მე-17-ში იყავით ხო თქვენ? პირველი ერქვა მაშინ, მე-16 მე. ეხა სადაც მიჩაზე. ანუ თქვენ გამოходით ის ჩაჭდა. ხო. ანუ მოლოდინზე იყო. ციხის კედლებმა რო ლაპარაკი დაიწყონ, რევს მოყვებიან, აბა. ეგ სხვა თემაა კიდე. ეგ საერთოდ ისეთი თემაა რომ მაგაზე ცოტა სხვა თემა კიდე. ხო, ნუ ეგ სასწაული იყო, ეგ გერმანელებიც არ შვირბოდნენ ალბათ რა, იმიტომ რომ თავის ხალხს მაინც არ აწამებდნენ. მოპყრობა ხო იქაური. იქ ის, რა ვიცი, ძალიან ცუდი რაღაცა. თან რა არის იცი? გლდანის ხო გამოიარა. სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ იყო ისეთი ჩარტყმული პროკურორისგან სიტყვები რა, რომ აი ვიღაცისთვის უნდა დამედო ხელი. ეს ხო უკვე მაგათი გახდებოდი და მე მორჩა რა გამოგიშვებდნენ ცად ვისთვის ვიღაცისთვის მეუნებიან რა ვიღაც თემა ისევ თავისიანისთვის ხო არ გონია ვიღაც უცხოზე კაც ვიღაცას მაგრამ მე იქვე გავნუცხადე რომ აპიტაკი შევათავაზება იყო ხო აი რომ დაიწყეს უკვე რომ შევატყე რომ მაგ თემისკენ წავიდნენ იქვე გავაჩერე იმიტომაც დაგიჭირეს ხო და უთხარი რომ სულ რო ჩავლბე ციხეში ჯერ მე რატომ იჭერთ მე უთხარით ეხა ვიღაცაზე უნდა დამადებინოთ ხელი საერთოდ რო არ ვიცნობე ხო ნუ მაგას მეთქი სულ თელი ცხოვრება და სამუდამო მოწეთ მე მეთქი ვერ ვიკადრებ მაგას სულ რომ მომკლათ ამაზეც აღარ არის გდანში გამოიარენ სიმწარე ნუ გლდანში ღვთის ხელს გზნობდით, თორე ისე სიმწარის ხემა რო გამოიარეს, მე იმათთან შედარებით აგარაგზე ვიყო. ღვთის ხელსაც გზნობდი და ადვოკატის ხელსაც ხშირად გნახულობდი ხო, ამის ყოველ დღე მამაოები, აი ყოვის თითქმის ყოველ დღე შევდიოდით ეს პატიმრებთან იცი ხო, ანუ იქ რაც ხდებოდა, ნუ ამას ეს რაღაც წარმოუდგენელია. ერთადერთი დაცვა რაც შეგვეძლო მაშინ ადვოკატებს ის იყო რომ ყოველ დღე რო იცოდნენ რომ ყოველ დღე ამასთან ადვოკატი მოდის ან მამაო მოდის ეს ეხლა მართლა წინა ღამეს რო ციმცემით მოგკლავდნენ მეორე დღეს რო ფეხზე ვღარ დადგებოდი და ადვოკატი დალურჯებულს გნახავდა ამას ერიდებოდნენ და აი თუ იცოდნენ რომ მე ესე მქონდა განაწილებული დილას 2 საათამდე ციხე მერე რაღაც სხვა საქმეები ან დილას სხვა საქმეები საღამოს ციხე ყოველ 5 წუთით ყველასთან შევდიოდი 5 წუთი საყვედურობდი რატო დაიხარ ყოველ დღე პატიმართან იყო ესეთი მომენტები ხო ადრაგები საყვედურობდი კი ბატონო კარგი ეს გავიარეთ და ეხლა მოვიდა 2012 წელი და მოლოდინები ამნისტია გამოვიდა და ყველას გაგიხოს კარები და საყოველთაო ჯერ ჩემი მუხლი სამოგება უნდათ საერთოდ თაღლითობა იმიტომ რომ არსებობდნენ ნამდვილი თაღლითებიც რომელსაც ისეთი დაზარალებული ყავდათ და ამიტომ ესეთი ადვილი არ იყო ყველას გამოშვება ხო ახლა ვეღარ გადაარჩიეს იმიტომ რომ ძირითადად ბიზნესმენები ვიყავით თაღლითობით დაჭერილები. არა, მაგრამ ადვილი მოსახენებელი მოხდა. კერძო პირებთან როცა იყო თაღლითობა, იმათ მოსთხოვეს დაზარალებულის თანხმობები. კი. და ხა თქვენ სახელმწიფო ყავდათ. ხო, სხვათა შორის მე თხოვე და დამარეკინეს, გავიგე ეს ნომერი და იმაში. დაგიწერეს თანხმობა. ეკონომიკის სამინისტროში პირდაპირ იურიდიულ განყოფილებაში სიხიდან დაურეკე და ესა და ეს ადამიანიო. აი ესა და ესე და აქედან ვერ გიხდი ჯერ რო გამოვალ იმასაც გადავიხდით თუ არა ეგეც არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქედან ხო საერთოდ ვერ გადაგიხდით და მოდით მომიწერეთ ხელი მოვად ჩემი წარმომადგენელი რაღაცა და ნუ არ შეღო გამოგიშვეს კი ბატონო მივედი კიდევაც სხვათა შორის პატიოსნა თუ ხარი აი ესე ამაზე ვარ დაჭერილი ხმაც არ ამოუღიათ ღმერთმა ხელი მოგიმართოსო და გამომისტუმრეს კარგი და რატომღაც ვიყავით იმ შემართებით რომ სრულ რეაბილიტაციას თუ არა რაღაცა მაინც მოხდებოდა ისეთი რომ ყოველ შემთხვევაში სასუნთქს მაინც დაგიტოვებენ. საერთოდ გადაგხაზეს, საერთოდ. ერთადერთი ვისაც ძალიან წირი ან პროცესში ხონდა დარჩენილი და ან გირავო ხონდა შეტანილი, აი იმის დაბრუნებები მოხდა, იმიტომ რომ გამართლდნენ უკვე მე ტყუილად ვეღარ დაიჭირეს და ის გირავო ჩადებული მოითხოვეს და იურიდიულად ეკუთვნოდა და ისიც ძალიან ომი და ჭიდილით თქვენ ამბობთ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობის პროცესში ხო ყველაფერს გეფიცებით აი ისეთი სასწაული რაღაცეები ხდება ეხლა მე არა ვარ იურისტი ეხლა ეკონომისტი ვარ განათლებით და
მქონდა ისეთი ის და აი ვითომ გულის შესტკივა რაღაცნაირად გელაპარაკება და თან გეუბნება რომ აი იქნება ეს ხა მე ვერ იმას ვიზავ ხა არ შეიძლება ჩემთვის მაგრამ იქნება აი ეს გზა გენახა და რა გზა აი ნუ რაღაცას ვითომ გაჩვენებს რა რომ აი კარგი გამოჩნდეს რომ ვითომ გულში ემატკირობს და მე მაშინვე აუხსენი რომ თქვენი ეს ორგანიზაცია თუ რაც არის ეს განყოფილება შეიქმნა იმიტომ რომ ის დანაშაულებები აღმოფხვრათ და თქვენ ეხა ჩემიანი უფრო ხართ ვიდრე იმ პროკურორის ვის ჩემი საქმე განიხილდა და ტყუილად ამიჭირეს ხო და ამიტომ რატო ესეთი ლაპარაკი მე ვთხარი ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რომ ეს ვიპოვოთ აი დავждეთ გავიაროთ ყველაფერი რაც გინდა ვკითხეთ ყველაფერზე გაგზავნოთ საქმის მასალებში ყველაფერი დევს ყველაფერი დევს თუნდაც ხო მე პროკურორებიც იცვლებოდნენ ჯერ გარემოებას ვეძებთ ახალი გარემოება უნდა იყოსო და მაგის მიხედვითო განვიხილავ ახალი გარემოება როგორ უნდა იყოს აი მე არა ვარ იურისტი მაგიტომ აღნიშნეთ ზეღანაც რომ მე საერთოდ მეგონა ახალ გარემოებას ეძებენ რომ ამ საბუთებს რო წაიკითხავენ და ნახავენ ამ დანაშაულს გამოიკეთება რაღაც ახალი გარემოება და ნუ ახალი გარემოება ხო მაგრამ აი ესენი ფოს რო რაღაც საბუთი უნდა შექმნა ეს ახალი გარემოება ხო და ბოლოს ესე ამიხსნეს რა რომ ესე იგი ეს ახალი გარემოება არის ის რომ იმ სამართალ წარმოების პროცესში თქვა დაიკარგა რაღაც საბუთი და აი საბუთი აღმოვაჩინა და ის რო ყოფილიყო სხვა გადაწყვეტილება ეხლა მომისმინე იურისტი ხო არა ხარ შენ აი ჩვენ ორი იურისტი გეუბნებით ეგეთი ახალი გარემოება თუ გამოჩნდება რომელიც დადასტურდება რომ საქმის განხილვის დროს გარკვეულ მიზეზთა გამო არ იყო და ვერ მოვიპოვებდით და ეხლა ჩამოვარდა მარსიდან და ეს საქმეს არსებითად ცulis ესეთი ახალი გარემოებით ჩვენ კანონი ისედაც გვაძლევს უფლებას მივმართოთ აპელაციას და აპელაციამ განიხილოს და ვთქვათ რომ ეს კაცი რომ გაამტყუნეთ მაშინ ეს საბუთი არ ქონდათ ეს მოწმე არ არსებობდა და ვერცი არსებობდა მაგრამ ეხლა აი ღმერთმა მოავლინა ასეთი საბუთი აღმოჩნდა ვიღაცამ მუთაკიდან გამოაძრო ვიღაცა გარდაიცვალა ვიღაცა და იმის არქივში აღმოვაჩინეთ და ეს რო ქონოდა ჩვენ მაშინ გავიმარჯვებდით და ეხლა სასამართლო რო ხარ გადამისინჯე ამ გარემოების მიხედვით და დამიდგინე რომ ეს კაცი ყოფილა მართალი ესეზე დადიან არა ამით აბრუებენ თვითონ ნახე რა ხდება ესეთი ახალი გარემოება რომელსაც ხა გეუბნებიან ესეთი ახალი გარემოება შენ საქმეში არ არსებობს იცი რატო არ არსებობს ყველა მოწმე დაკითხულია ყველას ნათქვამი აქვს სიმართლე ამ საქმეში რაც იყო უბრალოდ აქ არის მოცემულობა როდესაც ეს სიმართლე სასამართლომ არ შეისმინა და არ გაიზიარა და დეპარტამენტი რო ხარ რომელსაც გევალება სამართალ წარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზებისა და შეცდომების აღმოჩენა, აღმოფხვრა და გასწორება. საქმის მასალები რო გიკავია ხელში და წერია, აი ეს მოვიდა სახელმწიფო უზრუნველყოფა და მეუბნება რომ ეს კაცი მოლაპარაკებები მიდიოდა ფასი უნდა დაგვეკლოდა მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულაო. ხო და მაინც რო ეს კაცი თაღლითობით გაუშვეს და ბრალში ეწერა რომ შოთა მამნიაშვილს კი არ მოუტანეს და დაავალეს ეს გინდა თუ არა გაყიდეო შოთა მამნიაშვილი მისულა და წამოუღია ეს თაღლითური განზრახვით აი ესეთ მოცემულობაში სასამართლო ამ მოწმეს და კიდე იქ ბევრი მოწმე ყავდა ისეთი და ბევრი პირდაპირ სამი ხელშეკრულება იდო სამ ნაწილად იყო სულ 6 იყო სამი ხელშეკრულება სამ სხვადასხვა საწყობზე მიბარების სამ დღეში უკვე გაყიდვაზე ანუ აი საქმეში ჩახატული იყო პირდაპირ აი შავით თეთრზე ეწერა და თეთრი ძაფით ნაკერი იყო რომ ეს კაცი იყო მართალი და ეს რო სასამართლომ ვერ დაინახა და არ დაინახა იმიტომ რომ მაშინ სასამართლო იყო ნოტარიუსად ქცეული და მართლა მე მგონი ცხონებული დალიმეტრეული მაგან მაგის დარტყმა ხო არ მოკლა მეთქი ვფიქრობ ეს კაცი არ დამაჭერინოო მეხვეწებოდა და იძულებული გახდა გახსოვს განა
განაჩენი როგორ წაიკითხა? თავ ჩაღუნულმა ტირილით წაიკითხა განაჩენი და ხეთრემლი მოძიოდა და თვალებში ვერ შემოხვდა. თვალებში ვერ შემოხვდა. მიბრუნდა და გაიქცა ეს. გაიქცა ტირილით ეს ქალი. ანუ თავზე ვიძალა არც იმას აღარ ქონდა. იქ რო პროკურორს და პროკურორი სახელმწიფო უზრუნველყოფის ბიჭ დაემუქრა, ეხლა შენც დაგისვავ ამას გვერდითო, იმ დალიმეტრებას რატო ვერ მოუსვავდა გვერდით, ვერ მოუძებნიდა რამე საშუალებას, შვილს ნარკოტიკს ვერ ჩაუდებდნენ თუ რა მოხდებოდა. ანუ ქალმა ვერ ჩაიდინა გმირობა უბრალოდ, ხო? თორე ხო ანუ და ეხლა დეპარტამენტი რო ხარ და შოთა მამნიაშვილს და მის ადვოკატს რო თხოვ ახალი გარემოება მომიტანეო საიდან შექმნა ეს ახალი გარემოება აგერ გიდევს 3 ტომის საქმე არა ვინ გაეძებოს ახალი გარემოება ადვოკატმა ხო და რა ნეტა იყოს მოვძებნიდი კაცო რაც გარემოებები იყო დევს იმ საქმეში შენი ვალი და ფუნქცია არის წაიკითხო და შეფასება დადო რომ ამ საქმეში ეს არის ახალი გარემოება რომ სამმა ინსტანციის სასამართლო იარა და მაინც ვერ აღმოჩნდა რომ ეს კაცაღლითი არ ყოფილა არ ყოფილა აი გარი ახალი გარემოება ესენი ყოველთვის ჩიხში მე ხანდახან რჩება ბოდიში შტაბისტილება რომ არასდროს არ უნდათ ეს საქმეები დაამთავრონ იმიტომ რომ მე რა მოხდება უყურე შერაზიანიც მოგადგა დაზარალებულად ხო უნდა გცნო ხო და დაზარალებულად რო გცნობენ მე ადმინისტრაციული წესით შენ შეგვიძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვდა შენისთანა იცი რამდენია 1-2 მე მყავს კიდე და რამდენი კიდე ლევანს ყავს ხო ანუ ჩვენი ბიუჯეტი არ ეყოფა ამ ყველაფერს და აფერხებენ ამ პროცესს მე ერთი მომენტი დავალება აქვთ ასეთი როგორ ფიქრობ რა თქმა უნდა არა ეს 13 წელი გავიდა რაც გამოვედი ციხიდან რა ესენიც უკვე რამდენი წელი და დაუყოვნებლივ შეიტანე ეს განცხადება მე მახსოვს და როგორც კი ჩამოყალიბდა ეს თვითონ ეს დეპარტამენტი მაშინვე ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ ძალიან რთულია ამ თემაზე ესე ხელაღებით თქმა მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ჩვენ რა დავაშავეთ ხალხმა და ბიზნესმენებმა მე მარტო ჩემი სახელით წეღანად შესაძლებელია მთავრობას გონია შექმნა დეპარტამენტი ეს დეპარტამენტი ძალიან კარგად არის მოკალათებული იძიებს რაღაცას ბიუჯეტიდან ფული გამოყოფილია ხალხი დასაქმებულია თავიანთი პროკურორები ისევ ის პროკურორები არიან თქვენ ხო არ გონიათ ხალხი დასაქმებული და ყველაფერი მიდის კარგად ესე იგი იძიებენ დაუსრულებლად როგორ უნდა ყოფილიყო იცით თავისივე გაფუჭებული საქმეები უნდა გამოესწორებინათ. თუ არა და დაგიჭერთ, ხო, აი ეს უნდა ითქვათ. და ყველა მიცოდა რა საქმე და როგორი იყო და რანაირად და თვითონ მიხედავდნენ თვითონ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. შოთა, გახსოვს ეს ფულით და თქვა კომპენსაციის რეჟიმშიც, ხო? მომეცით რაღაც ობიექტი, მომეცით კრედიტი და მომეცით მიმართულება რა თემაზე ვიმუშაო. მე თვითონ გამოვისყიდი, ოღონდ ხელი შემიწყედა. ეხლა ხო ვერაფერს ვერ ვაკეთებ, თქვა და რაღაც გარკვეული პერიოდი გამანთავისუფლეთ რაღაცა ისეთი გადასახადები და რომ პեղზე დავდგე. ეს დავალიანება მაინც ეს დავალიანება რომ მოხსნა საქმე უნდა განიხილონ და საქმეს არ იხილავენ, ხო? ეხლა რომ მიხვიდე სასამართლოში გადმოგიგდებს უკან, ხო? გეტყვის ეს განხილულია, მაშინ გამართლების მომიტანე რომ მოგიხსნაო. ისევ ის წრეზე მიდიხარ, ერთი და იგივე წრეზე, როგორც 30 წელი საქართველოს. ანუ შენ იმის თანახმაც ხარ, რომ ეს 1,30,000 რო გაწერია სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი და შენ ეხლა კრედიტი რომც მოგცეს, როგორ მოგცემენ ამ ხელა ვალი შენაგაკი შენი კრედიტი? მე ფიზიკურად ვერ მუშაობას ვერ დავიწყებ. აი რომ მინდოდეს. ანუ შენ ამობ რომ არ მინდა იქ რა დავკარგე სახლი, კარი მიწები, კომპანია, ყველაფერი ამაზე არა მაქვს ლაპარაკი. დამატებინეთ, ცხოვრება ახლიდან. მომეცით საშუალება ვიმუშაო. მე კიდე იქი დაგისაქმეთ მე ვთხარი. აი რაღაცა ხო არის თემა თქვა არ არის წისულ კომბინატი, მაგრამ გჭირდება თქვა როეულების გამოშვება, პასტების გამოშვება, რაღაცა კილების გამოშვება. სულ ერთია შენ. ხო არ აქვს ჩემთვის. მე ვარ წარმოებელი ხო? ყველაფერს დავითვლი, შემოსავალი, გასავალი და როგორ რაღაცა დავსვა ყველაფერს. წარმოების აწყობა შეგიძლია. ხო, შემიძლია ვიპოვი იმას, ყველაფერი მე 1,30,000-საც გადავიხდი ბოლოს და ბოლოს. წისულ კომბინატში რო შევედი, პირველად ისა რო ავაშენეთ ჩვენ და დავიწყეთ, მე მაშინ ნახე როგორ მუშაობდა. საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ 1-2 წელიწადში უკვე ვეკამათებოდი თვითონ დირექტორებს და იმას, რომ ვიწყავდა დანიშნული, რომ აი ეს ჯობია ესე, იმიტომ რომ სწავლობ ადამიანი იმ თემას, ნებისმიერ თემას ისწავლი ხო. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე დეპარტამენტზე, მაგრამ მე მაქვს ერთი ჩემი დაცვის ყოფის საქმე, რომელსაც აქვს ესეთი სიტუაცია, მიმართა დეპარტამენტმა დაიწყო საქმის ძიება, შეიტანა თავისი დადგენილება, საჩივარი სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ არც განიხილა
არც მოусმია დეპარტამენტს. ეს მოცემულობაც გვაქვს ელზა. ანუ უარი უთხრა. ანუ ნახე საქმის გადასინჯვაზე უარი უთხრა, ანუ დასაბუთებული არ არის კარგათო. კარგად არის დასაბუთებულიო. თქვენ ხო ამბობთ იმას, რომ დეპარტამენტმა ეს არ გაგჯერჯ, მაგრამ მე მაქვს ეს მოცემულობა, ჩემი დაცვისყოფის, რომელსაც კიდევაც მიმართა, კიდევაც დაიწყეს ყველაფერი. მიმართეს სასამართლოს დეპარტამენტს. რა არის იცით მე ხალხს ვეძებდი ლიჟბი განეხილეთ მეთქი და საერთოდ გამამართლებთ მეთქი. აჰა. განიხილეთ მეთქი რა. შენ კიდე არ დაგიჭირო მთლად. არა, განიხილეთ, ვეუნები, აი განიხილეთ და თუ ის არის მეთქი. იგნებ დამიმტკიცო რომ წყუოდი. ხო, აი განიხილეთ, მე ვთხარი, არ ვითხოვ, არაფერს არ ვითხოვ, როგორც წესი და რიგია განიხილეთ და იქ თუ ვიღაცას მოუვიდა, აი წასულიყო საქმე, პროცესი წასულიყო. ეგრევე წავიღებდი მე ევროსასამართლოში. იქ ხო იციან მე იქ რაც მოვიდოდა იქიდან. ძალიან დიდ თანხებზე მოვიდოდა ის ჯარიმე. შოთა ნახე. ხო, ამიტომ არის, არც იხილავენ. მაგი უკვე მე რო შევხედე, კი ბატონო, ზარი იშიმშილე მოიკალი თავი და გინდა დაიწვი თავი, არავის არ აინტერესებს საერთოდ. ის მოვიდა რომ რაღაცა ჭამოს, იცის რომ 5 წელი უნდა იყოს, 10 წელი უნდა იყოს და უნდა მოასწროს, რომ შვილი და თავისი გვარი უნდა უზრუნველყოს. შოთა, მე მახსოვს ახლა ის პარლამენტში კომისია რო დაჯდა და განიხილეს რა და ბიზნესმენები რომ მოდიოდნენ თავის უბედურებებს რომ გვიამბობდნენ ახლა მართლა განუსაზღვრელი რაოდენობით ხო ვერ მიიღებდა ეს კომისია და ვერ მოისმენდა ყველას. მე მახსოვს რომ ჩვენ შევიტანეთ ეს და იქ რა თქმა უნდა არც გამოუძახები ვართ, მაგრამ მე იყო გამოხმაურებაც არ მქონია სხვათა შორის პარლამენტი და რომ აი მოვიდა თქვენი განაცხადი და ძალიან დიდი ბოდიში აქვს ახლა ბევრი ხალხია უკვე და კომისია მუშაობას აამთავრებს, მაგრამ ჩვენ აი ამ თქვენს განაცხადს გადავგზავნით იმაში რა ქვია აგერ დეპარტამენტი ხო გვაქვს და ის განიხილავს. გადაგზავნეს რამე ქნეს, არ ქნეს, პარლამენტი გამოხმაურებაშიც არ შემოსულა, მაგრამ და ვიზიან პარლამენტში. ხო და ეს განაცხადი ხო რომს გადაგზავნოს პარლამენტმა, ეს განაცხადი ჩვენი შეტანილი იქ დახვდება. თავარი ის არის ვინ კითხულობს ამ ყველაფერს. მე დარწმუნებული ბატონო შოთა რომ აი ამ გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი თქვენისთან და თქვენნაირი დაზარალებული და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბევრი გამოგვეხმაურება და ბევრს აქვს ეს პრობლემა. კი ბატონო, შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია. კი ბატონო, ხმაურია, კი ბატონო, უნდა მაშინ რაღაც სხვა რაღაცას უნდა მიმართოთ, რაღაც სხვანაირი ის უნდა, მაგრამ აი სახელმწიფო ნება არ არსებობს. ისა შოთა იცი რა შტაბეჭდილება. სიკეთის გაკეთების. საერთოდ სიკეთეზე ხო აღარ არის, აი სამართლიანობაზეც კი არ არსებობს. აი სიკეთი არაკეთებ, მაგრამ კაცი რო ტყუილა დაიჭირეს და ვერაფერს ვერ აკეთე, აი ხელი, აი ისევ ნოლიდან დამაწყებინე ვეუნები, მაგრამ გამასუფთავე. და მომეცი საშუალება რაღაცით ხო შეუძლიათ. შოთა, იცი რა არის, მოდი ახლა მაშინ ესე თუ ვიმჯელეთ არაფერს აზრი არ აქვს, მაშინ აქ რაღაც არა, რა თქმა უნდა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არის ეს ეტაპი, მეც ამ ეტაპს ველოდებ. არა, იცი რა არის, მომისმინე, ამათ ხელში იქნება თუ იმათ ხელში იქნება, ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთი არის, აი ეს ნაციონალები სულ ერთი იყო, ესენი სულ ერთი არიან და აწი ვინც მოვლენ ისინი სულ ერთი იქნებიან, ჩემთვის თავარი ამოსავალი წერტილი არის კანონი და კანონის მოთხოვნები და ადამიანის უფლებები თუ აშელა ხული ხო ჩვენი პროფესია მე და ლევანის პროფესია არის აბსოლუტურად ზეპარტიული და ორივე პროფესია ზეპარტიულია ჟურნალისტიკაც და იურისპრუდენციაც აქ პარტიულობის აქ ადგილი არა აქვს ამას ვინც არ უნდა იყოს ეს ყლა ჩვენი მიზანი რა არის გაიგოს ვინმე მე არ გამოვრიცხავ იცი ვიღაცა აი დაგავალე რაღაცა გააკეთებეთ კი ხო და მგონია რომ აკეთებ შენ ამას ყოველ წუთში ყოშენ შვილები რო 3-4 ბავშვი რო დარბის რაღაცებს რო ავალებ ყოველ დღე იმას ვერ აკონტროლებ ვინ რაც აკეთებს ხო შენ კეთილსინდისერებაზე ხარ და გონია რომ შენ რო დავალ ის მუშაობს ხო და გეხვეწები აი მას დირექტორი ყავს იმიღაცა დეპარტამენტის უფროსი ყავს იმასაც ყავს თავისი გამომძიებლები რომ შევა კაბინეტში ხედავს ყველას თავჭარგულია ქაღალდებში ისე მუშაობენ ნუ მოკლედ ერთ სიტყვით აი ესე ხმაურით აი ამ ლაპარაკით აი ამ კიდე ერთხელ თემების წამოწევით იქნებს აიდანღაც იქ ვიღაცამ გაიგოს აქეთ ვიღაცამ გაიგოს და აბა ეხლა გავჩერდეთ მაშინ და დავსხდეთ და ვიტიროთ რაც უნდა თვართო მე იმას არ ვიძახი მე უბრალოდ
ამ ახლო მომავალში ჯერ არაფრის იმედი არ მაქვს, მე მაგას ვიზარდე. ეხლა შენ რო იმედი არ კონდეს, სულ არ მიყვირს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შენ უკვე იმედი ქონდა, რომ ყველაფერი გასწორდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, დიდი დრო გავიდა და შედეგი არ დადგა. მაგრამ მოდი იმედი ვიქონიოთ, პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო, აი თქვენზე ეხლა ვიცი რა არის დამოკიდებული. ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს. ვიდეომ თუ არ იტრიალა, ვიდეოს თუ არ ექნება მოწონებები, არ ექნება კომენტარები, ეს ვიდეო იქარგება სადღაც ალგორითმი აგდებს უკან და ეხლა ჩვენ აქ მე და ლევანს არა გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ვაფინანსოთ ეხლა და ვარეკლამოთ ეს ვიდეო და ისევ ატრიალოთ თქვენ ხართ ხალხო თქვენი ჩვენი ძალა იმ თვალსაზრისით რომ გამოიწეროთ ეს არხი ადვოკატის ხმა YouTube-ში არა მარტო გამოიწეროთ და კომენტაროთ მოусმინოთ გააუზიაროთ მეგობრებს და იქნება მივაღწევინოთ ისეთი ადამიანის ყურამდე აი ამ პრობლემას თუნდაც რაზედაც ეხლა ვლაპარაკობთ რომ იქნებ ვიღაცამ თქვას რომ დაიცა კაცო აქ თურმე რა ხდება ხო არ გამოვრიცხავთ ასეთ რამეს არ გამოვრიცხავთ ასე რომ თქვენი იმედი გვაქვს პატივცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა შოთა სტუმრობისათვის და მადლობა დიდი მოთმინებისათვის და ისევ შენი კეთილგანწყობისათვის რომ ასეთი კეთილ ადამიანად რჩები არ გაბოროტდი და დღესაც სამსახურში დავდგებიო სამშობლოში მიმსახურეთო ამბობს ადამიანი ეს არის ძიდი უნარი დიდი ქრისტიანული არ ვიცი მიმტევებლობა და ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მე ძალიან მინდა რომ გათენდეს ერთი დილა და გავიგო რომ შოთამ და შოთასნაირებმა თავის სიმართლე ნახეს გაიმარჯვეს და ისევ გვერდში უდგანან სახელმწიფოს გვერდში დაუდექითო სთხოვეს და დაიღუპა კაცი და კიდე ამბობს რომ კიდე დაგიდგებიო სახელმწიფო და მეტი ერთგული ჯარისკაცი რა გინდათ მე არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს გემშვიდობებით დიდი იმედებით კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა შოთა მადლობა თქვენ მაყურებელს და მსმენელს დიდი მადლობა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება